მოგესალმებით, მე გახლავართ მანანამ გალობლიშვილი, ექიმი რეპროდუქტოლოგი და დღეს ვისაუბრებ უშვილობის დიაგნოსტიკის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ უშვილობის კურნალობის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია და დამოკიდებულია უშვილობის სწორ დიაგნოსტიკაზე. გამოიწერეთ ჩემი გვერდი იმისთვის, რომ მიიღოთ უფრო მეტი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. რა გამოკვლევები სჭირდება წყვილს შვილოსნობის უნარის დასადგენად? როცა წყვილი მოდის უშვილობის პრობლემით, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტისა, ორსულობა არ დგება 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში, ტარდება გარკვეული კვლევები იმისათვის, რომ დავადგინოთ ან გამოვრიცხოთ ყველა ის მიზეზი, რომელიც შესაძლოა იყოს უშვილობის გამომწვევი. უშვილობა არ არის დაავადება, ეს არის შედეგი ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული პათოლოგიური ცვლილებების ან თავისებურებების. უშვილო წყვილი შეიძლება იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი და პირიქით. შესაძლოა წყვილს ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემები და არ იყოს უშვილო. რა კვლევებით უნდა დავადგინოთ უშვილობის მიზეზი? იმისათვის, რომ ამ კითხვაზე გავცე სრულყოფილი პასუხი, ძალიან მოკლედ მიმოვიხილავ, როგორ ხდება ორსულობა. მოგეხსენებათ, რომ ორსულობის დადგომის ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენს კვერცხუჯედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა. და სპერმატოზოიდი ქალის ორგანიზმში ხვდება სქესობრივი აქტის შედეგად ეაკულაციისას, ხოლო კვერცხუჯრედი გამოიყოფა საკვერცხიდან მენსტრუალური ციკლის დაახლოებით შუა პერიოდში. ამ პროცესს ოვულაცია ეწოდება და ოვულაციისას საკვერცხიდან გამოსული კვერცხუჯრედი ხვდება თავდაპირველად მუცლის ღრუში, მცირე მენჯის ღრუში, შემდეგ ის გადადის მილში და სწორედ აქ ხდება მისი განაყოფიერება სპერმატოზოიდით. სპერმატოზოიდი თავის მხრივ საშუში მოხვედრის შემდეგ საშვილოსნოს ყელიდან გადაადგილდება საშვილოსნოს ღრუში, ღრუდან მილში და როდესაც ის განაყოფიერებს კვერცხუჯრედს, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იწყებს დაყოფას და ის გადაადგილდება საშვილოსნოს ღრუსკენ, ემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს და იწყება ორსულობა. აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგეს ორსულობა, გვჭირდება კვერცხუჯრედი, სპერმატოზოიდი და ქალის რეპროდუქციული ორგანოები, კერძოდ საშვილოსნო მილები და საკვერცხეები. სწორედ ამიტომ შვილოსნობის უნარის გამოკვლევა ხდება 3 ძირითადი მიმართულებით: სპერმატოზოიდი, კვერცხუჯრედი და ქალის რეპროდუქციული ორგანოები. ანუ გარემო, სადაც ხდება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრა, განაყოფიერება და წარმოქმნილი ემბრიონის მიმაგრება და ორსულობის მთელი პერიოდი. მამაკაცებში შვილოსნობის უნარის დასადგენად ტარდება სპერმის ანალიზი, რომლის ჩატარება საკმაოდ მარტივია. ამ დროს ხდება ეაკულატის გამოკვლევა მიკროსკოპში, სპერმატოზოიდების რაოდენობის დათვლა, მათი აქტიურობის და სიცოცხლის უნარიანობის შეფასება. კვერცხუჯრედის ხარისხის შესაფასებლად საჭიროა საკვერცხეების გამოკვლევა, მისი ფოლიკულური აპარატის შეფასება ექოსკოპიურად, ასევე ქალის ასაკის გათვალისწინებით და ზოგ შემთხვევაში ექოსკოპიური სურათიდან გამომდინარე ტარდება გარკვეული ჰორმონების ანალიზი, მაგალითად ანტიმიულერის ჰორმონი ან ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი, იმისათვის, რომ დავადგინოთ, როგორია კვერცხუჯრედების მარაგი. ამასთანავე უნდა შევაფასოთ საკვერცხეების მდგომარეობა, რამდენად გამართულად ფუნქციონირებს ის და ხომ არ არის ოვულაციის პრობლემა. ანუ ხომ არ არის ის მდგომარეობა, რომ ოვულაცია არ ხდება ან ხდება იშვიათად, რაც ამცირებს დაორსულების შანსს. მაშასადამე სპერმის ხარისხის შესაფასებლად ტარდება სპერმოგრამა, ანუ სპერმის გამოკვლევა მიკროსკოპში.
კვერცხუჯრედის შესაფასებლად ტარდება გინეკოლოგიური ექოსკოპია და გარკვეული ჰორმონალური კვლევა. და მესამე, კვლევების მნიშვნელოვანი ჯგუფი მიმართულია იმისკენ, რომ დავადგინოთ, როგორია ქალის რეპროდუქციული ორგანოების მდგომარეობა, კერძოდ საშვილოსნო, მილები, მცირე მენჯისყრუ და საკვერცხეები. ამისთვის უნდა ჩატარდეს მილების გამტარიანობა, რომელიც ტარდება სხვადასხვა მეთოდით, იქნება ეს სონოსალპინგოგრაფია, ანუ ექოსკოპიური კვლევით, როდესაც საშვილოსნოს ღრუში ხდება სპეციალური კონტრასტის შეყვანა და როგორ გადადის ის მილებში, ამას ჩვენ ვხედავთ ექოსკოპიური კვლევით. შეიძლება ჩატარდეს რენტგენით, როდესაც ხდება რენტგენით მილების გადაღება, მას შემდეგ, რაც მასში შეუშვებთ კონტრასტულ ნივთიერებას. და საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევის საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს ჰისტეროსკოპია ან მინი ჰისტეროსკოპია. ანუ პატარა ჰისტეროსკოპია, ესე მარტივად რო ვთარგმნოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ სჭირდება ანესთეზია, არ არის მტკივნეული, არ საჭიროებს საშვილოსნოს ყელის გაფართოებას და ტარდება ამბულატორიულ პირობებში. ზოგ შემთხვევაში დგება ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკის ჩატარების აუცილებლობა, მაგრამ ეს დამოკიდებულია ქალის ანამნეზზე, უკვე ჩატარებულ კვლევებზე და ამ საკითხს წყვეტს ექიმი პაციენტთან ერთად.